ერთი კარგი ამბავი მაქვს და უნდა გაგიზიაროთ. ქოცების სასამართლო იქნება ძალიან ხანმოკლე. იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულებების შეგროვება მათ წინააღმდეგ არავის არ დაჭირდება. ყველაფერს თვითონ ამბობენ და თვითონ ქვავენ წინასწარ. თან ძალიან ბრიყული და ძალიან ამაყი სახეები. ახლა მაგალითად ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ძალიან ამაყად, რომ საქართველოსდან თურმე აფხაზეთს შეუტანიათ საწვავ. და მეორე ამბავი, ირაკლი კობახიძეს თურმე ძალიან მოსწონს გეორგიევსკის ტრაქტატი და ის პირობები როგორ შეასრულეს რუსებმა ეს ტრაქტატი. ეხლა პირველ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არის რაღაცები გასარკვევი, მაგალითად იმ კომპანიის სახელი, რომელმაც შეიტანა საწვავი. ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა კომპანია, რომელიც საწვავზე მუშაობს საქართველოში, პირდაპირ არის დაკავშირებული ქოცებთან. გადიან მათი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრების გასამხნევებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირდაპირ ჯიბეში უზით. ამიტომ ახლა საინტერესოა სახელი, რომელმა კომპანიამ შეიტანა ეს საწვავი. მეორე საინტერესოა, ვის მიყიდა აფხაზეთში ეს საწვავი. ვინ ყიდის ახლა აფხაზეთში ამ საწვავს? გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ამ საწვავს არ ჩაასხავენ საოკუპაციო ხელისუფლების მანქანებში? გარანტია რა თქმა უნდა არ გვაქვს. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ამ საწვავს არ ჩაასხავენ რუსი სამხედროების მანქანებში? რა თქმა უნდა არ გვაქვს. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ამ საწვავს არ ჩაასხავენ რუსულ ტექნიკაში? ტანკებსა და ჯავშან მანქანებში, არ თვითფრინავებსა და ავერტფრენებში? რა თქმა უნდა არ გვაქვს. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ამ საწვავს არ ჩაასხავენ რუსული FSB-ს მანქანებში? რა თქმა უნდა არ გვაქვს. ძალიან საინტერესოა იმის გარკვევა, როგორ ხდება ანგარიშწორება. იმიტომ რომ აფხაზეთი არ არის SWIFT-ის ნაწილი და რომელი ბანკის გავლით ხდება საქართველოში ამ ფულის გადმორიცხვა, ეს იქნება ძალიან საინტერესო დასადგენი. კრიპტოვალუტით ხომ არა შემთხვევით, ან ნაღდი ფულით. მოკლედ, აი ეს დეტალები იქნება გასარკვევი და მე ეს ბრალდება პირდაპირ შეგიძლიათ წაუყენოთ ხოცებს სასამართლოს. მეორე ამბავი, გეორგიევსკის ტრაქტატი. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 1793 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი რუსებმა თურმე 20 წლის განმავლობაში პირნათლად შეასრულეს და 20 წლის მერე დაარღვიეს თურმე მხოლოდ. მე დარწმუნებულია, რომ ბორის გრიგორიჩს სადღაც ჭორვილაში თაროზე აუცილებლად ექნება შემოდებული ვარშავა სავეტსკაია ენციკლოპედია ტომეული. და იმაშიც რომ ჩაიხედოს ვინმე ქოცმა, დარწმუნებული ვარ წაიკითხავს, რომ რუსებს გეორგიევსკის ტრაქტატი არასოდეს არ შეუსრულებია. ამ ტრაქტატის პირობებით ქართულ კახეთში მათ უნდა ყოლდათ 2 პოლკი და 4 ზარბაზანი. რუსებმა ეს 2 პოლკი ქართულ კახეთში შემოიყვანეს და 4 წელიწადში გაიყვანეს. 4 წელიწადში გაიყვანეს. იმიტომ რომ გადაისროლეს რაღაც სხვა ფრონტზე. ამან მისცა საშუალება აღამათმახხანს შემოვარდნილიყო. შემოჭრილიყო ქართულ კახეთში, დაერბია ქართულ კახეთი, გაენადგურებინა და გადაეწვა თბილისი. რამაც საბოლოოდ დააქცია საქართველოს სამეფო და ძალიან მარტივი ლუკმა გახადა ქართულ კახეთი რუსეთის ანექსიისთვის უკვე 1801 წელს. ასე რომ რუსებს ეს ტრაქტატი არასოდეს შეუსრულებია და კიდევ ერთხელ ვარშავა სავეტსკაია ენციკლოპედიაც რომ გადაშალოთ, იქაც დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი წერია. ხო და ოკუპანტებთან ვაჭრობის, ღია და დემონსტრატიული ვაჭრობის, გეორგიევსკის ტრაქტატის ქებათა ქების და ყველა ამ უბედურების ფონზე კობახიძისგან და სხვა დიდვანი ქოცებისგან კაიხანია უკვე გვესმის, რომ საქართველოში თურმე ოკუპირებულ საქართველოში ცუდი სიტყვა და ცუდი ტონი ყოფილა რუსოფობობა. ხო და თუ იცით ახლა ჩემს უკან რა ხდება? ეს არის მზის დაბნელება. ხო და ოკუპირებულ საქართველოში ჩემზე ნაკლებს ყველა რუსოფობს. აი ეგრე დაუბნელდეს მზე და ამაზე უარესად.